დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიბრუნებით ეთერში. ძალიან საინტერესო ეთერი რომ გვაქვს ეს დავაანონსეთ გაცემის დასაწყისში და მგონია რომ მაყურებელი არ მოვატყუეთ ჩვენი წინა სტუმრიდან გამომდინარე, თუმცა ასევე არანაკლებ საინტერესო თემა გველოდება წინ და ასევე კომპეტენტური და საინტერესო სტუმარი უკვე სტუდიაში იმყოფება. ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი გახლავთ ირაკლი იზორია, ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი და ვისაუბრებთ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით ასევე ეთერში და საუბრობდით საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამჯერად კი უნდა ვისაუბროთ უკვე საავტომობილო ჯარიმების გაზრდაზე, რაზეც პრაქტიკულად მიღებულია უკვე გადაწყვეტილება. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება და ზოგადად მიმოხილვით დავიწყოთ, რას ეხება აღნიშნული ცვლილება და მერე უკვე სხვადასხვა კუთხით განავითაროთ უკვე აღნიშნული თემა. მოგეხსენებათ, საქართველოს 2025 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უპირველესი დარღვევები, რაც სიკვდილიანობას და ტრავმატიზმს იწვევს, არის მანევრების წესების დარღვევა და სწორედ პირველი რაც ცვლილება შედის, არის მანევრების წესების დარღვევაზე ჯარიმის გაზრდა, თუ იყო 50 ლარი ხდება 100 ლარი. მეორე სტატისტიკურად არის სიჩქარის გადაჭარბება, ვიცით რომ აქამდე იყო 50 ლარიანი ჯარიმა და 100 ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლება, ოღონდ ეს არის 15-დან 40 კმ/სთ-მდე მარჟაში გადაჭარბებას გულისხმობს და არა 40 ზევით უკვე 300 ლარიანი ჯარიმა არის. ასევე იზრდება უსაფრთხოების კვედების გამოყენებაზე 40-დან 50 ლარამდე გაიზრდება, ტელეფონით საუბარის 50 ლარი ხდება და პარკირების წესები, რომლის დარღვევისთვისაც თბილისში იყო 50 ლარიანი ჯარიმა და რეგიონებში მხოლოდ 10 ლარი შემოიფარგლებოდა, ამ შემთხვევაშიც 50 ლარი ხდება მთლიანი საქართველოს მასშტაბით. მოდით ახლა დავიწყოთ შეფასებები თუ რას გამოიწვევს ეს და რამდენად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს წესრიგში მანევრების წესების დარღვევაზე ფიქრობ, რომ საჭირო არის ჯარიმების გაზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება სწორედ მანევრების წესების დარღვევით. ჩვენ ვიცით, რომ ამაში შედის ძალიან ბევრი დარღვევა, როგორიცაა გადასწრება, პარკირების ადგილიდან არასწორად გამოყვანა და მერე სიჩქარის აკრეფვა და გადასვლა ზოლში და ასე შემდგომ. და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად ეს არის ეს პრობლემა. მეორე სიჩქარის გადაჭარბება არის ძალიან საინტერესო თემა, ვინაიდან ადამიანების უმეტესობაც ზუსტად სიჩქარის გადაჭარბებით იღუპება და მე მინდა აქვე ვისარგებლო თქვენ ეთერი და ვთქვა, რომ ჩვენმა ფონდმა ჩაატარა კვლევა დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც სიჩქარეს ეძღვნება, ანუ სიჩქარის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს ქვეყანაში, ურბანულ ზონებში, სასკოლო ზონებში როგორი უნდა იყოს, ტოლერანტობა როგორი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ დაბალი სიჩქარით არ მომწყოლებმა. და აქედან ეს კვლევა გადაგზავნილია უკვე შესაბამის უწყებებში და რა თქმა უნდა ველოდებით გამოხმაურებას და მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2021-25, თუმცა 25 წელი მიილია და ეხლა მუშაობენ ახალ სტრატეგიაზე 2026-2030 წელი და გვინდა რომ ამ სტრატეგიის ნაწილი იყოს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება, ზუსტად სიჩქარის მენეჯმენტის თემები და აქ გაიზიარონ ის რეკომენდაციები, რა რეკომენდაციების მოცემული არის ამ დოკუმენტში. სხვადასხვა კვლევის ფარგლებში ჩვენ დაახლოებით 40 ლოკაცია შევარჩიეთ, 20 ურბანული ზონა და 20 სასკოლო ზონა და ნახეთ, რომ ყველა ტოლერანტობის ზღვართან ახლოს გადის სიჩქარით. მაგალითად, თუ არის 50 კმ დაშვებული სიჩქარე, მოძრაობენ 64-63 კმ/სთ. ანუ ის 15+, რაც არის ტოლერანტობა, ბოლომდე იყენებენ. რაც კარგი მაჩვენებელია, ანუ კარგად დავინახეთ მთლიანი სურათი და ამიტომ არის რომ ტოლერანტობის დაკლება უნდა მოხდეს. ვიცით რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც 15 კმ/სთ-ია ტოლერანტობა და რატომღაც ჩვენთან საქართველოში ეს ჩანაწერი კიდევ დარჩა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა იყოს ის საერთაშორისო სტანდარტი, მაგალითად 5 კმ/სთ ან 10% სიჩქარის. პირობითად, თუ მაგალითად რატომ არის მნიშვნელოვანი სიჩქარის მენეჯმენტი? თუ მაგალითად 30 კმ/სთ-ია სკოლასთან მოთხოვნა მთელს ევროპაში და 15 კმ/სთ გვექნება ტოლერანტობა, გამოდის რომ 45 კმ/სთ შეგვიძლია გადაადგილო, ხო? და სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ როცა ბავშვი გადადის გადასასვლელზე და მოხდება შეჯახება, 30 კმ/სთ შემთხვევაში არის გადარჩენის შანსი 95%, ხოლო თუ 40-ზე ზევით არის უკვე სიჩქარე, 95% პირიქით, ანუ დაღუპულობის შანსი იზრდება. ამიტომ აქვს ამ ტოლერანტობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ანიჭებენ ყველგან განვითარებულ ქვეყნებში. და ბოდიში ჩაგეკითხებით, კითხვა თავდაპირველად დავუსვი შემდეგნაირად, რომ რამდენად მოაგვარებს თქვენ ამ ყველაფერს, ამ პრობლემას ეს ჯარიმები. თუმცა ხედავთ იმას ხშირ შემთხვევაში, რომ ჯარიმებს იხდიან, ვისაც აქვს ამის ფინანსური საშუალება. მანდ მივდიოდი, მარტო ჯარიმების შემოგებასაც შევეხოთ აუცილებლად. ჯარიმების შემოგება ეს არის პრევენციის ერთი სახე, თუმცა
უსასრულოდ გავზარდო ჯარიმები კატეგორიულად მივუღებელი, იმიტომ რომ ის წარმატებული ქვეყნები, სადაც არსებობს ეს პრაქტიკები დამტკიცებული, ჯარიმებით კი არამედ კულათა სისტემის მიმართ მოაგვარეს. ჩვენ კულათა სისტემა როცა შემოვიყეთ 2016 წელს, ჩვენც ვიყავით ინიციატორები და დაუჭერეთ ხარი ამას. თუმცა თუ სიჩქარის გადაჭარბებაზე საქართველოს პარლამენტი ზრდის ქულას და ამბობს რომ 20 ქულა უნდა იყოს, რეალურად არ ხდება ქულის ჩამოკლება, მაშინ რა აზრი აქვს ფურცელზე იყოს ყველა დაწერილი ხო ეს ქულები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ქულათა სისტემის შემოღება მივაბად ვიდეო ჯარიმებზე და დარწმუნებული ვარ 20-30%-ით შეამცირებს საგზაო შემთხვევების რაოდენობას და სხვადასხვა ქულათა სისტემაზეც არის პოლიტიკის დოკუმენტი გააკეთებული, რომელიც ჩვენმა ფონდმა გააკეთა და ესეც აქვს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაუგზავნით ჩვენ, სადაც არის ყველა ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რაც საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკებიდან არის ამოღებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაც შედარებულია ეს ყველაფერი. ფიქრობ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა გავიზიაროთ ის წარმატებული ქვეყნის პრაქტიკები და რაღაცნაირად მოვარგოთ საქართველოს რეალობას. მე მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მსხვილი ვარ და ხან არის ხოლმე სიტუაციები, სადაც რაღაცები შემომერუება ხოლმე. მე მომხრე ვარ ჯარიმის, თუმცა არა ისე რომ ფატალური შედეგი მოხდეს სისტემის გამკაცრებისას. აი არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლები, რომლებიც იხდიან მაგალითად 10,000-ობით ლარის ჯარიმას და შეიძლება შენ გადაიხადო, მაინც დადიხარ, ანუ რა გამოდის, რომ შეიძლება დღეს გაგიმართლა ხვალ, მაგრამ ზეგ შეიძლება რაღაცა დაგუყო, ხო? მსმენია ფრაზა, რომ ანუ რას აკეთებ, არ ღვევ, გადავიხდი. ანუ აი ეს ფრაზა ხშირად მსმენია. ზუსტად ეგ არის, რომ 10,000 ლარს ვინც იხდის, ის მისთვის ახლა 100 ლარიანი იქნება ჯარიმა თუ 50 ლარიანი, მე მგონი დიდი განსხვავება იქნება. სწორედ ამიტომაც აუცილებელია პრევენციის და დაცვის სხვა საშუალება, გამკაცრება ნამდვილად სწორია. ასევე სანქცია იცვლება, რამდენადაც ვიცი, ქვეითად მოსიარულეთა გზაზე მანქანის დაყენების და ტროტუარზე დაყენების შემთხვევაში. ამაზეც რომ მოგვიყვეთ. ძალიან საინტერესო თემა არის ეს, გამომდინარე იქიდან რომ არა მარტო ტროტუარზე, არამედ ჩვენ ზოგადად ველობილიკებზეც ვხედავთ დაპარკინგებულ ავტომობილებს. თბილისი დიდი ქალაქია და მილიონზე მეტი მოსახლეობაა და ბევრი ავტომობილია, თუმცა რეგიონებიც იზრდება მასშტაბები. ყოველწლიურად დაახლოებით თუ კარგად მახსოვს 8-10% არის ავტოპარკის ზრდა და როგორც იზრდება დედაქალაქი, ისე იზრდებიან რეგიონები და თუ მაგალითად 5 წლის უკან არ იყო პირობითად ზუგდიდში ან არ ვიცი სხვა პატარა ქალაქებში ავტოპარკი მოცულობა დიდი, ეხა იზრდება. ანუ იქაც პრობლემები იქნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, მაგალითად, მე გავიხსენებდი ჭავჭავაძის გამზირს, როცა დაიწყო რეაბილიტაცია, მაშინ მოსახლეობა იყო უკმაყოფილო, რომ აი რას ვაკეთებთ და რა გვინდა ეს რაღაც შუაში ავტობუსის ზოლები რაღაცა, მაგრამ როცა გავიდა რამდენიმე თვე და ნახეს, რომ იქ აღარ არის დაპარკინგებული, მაგალითად 55 სკოლასთან სასწაული საოცრება ხდებოდა, ანუ 100-150 მანქანა შეიძლება შევხედროდათ და უკვე როცა თავისუფლად გამოყავთ ბავშვები, სეირნობენ, ავტომობილს არანაირი შეხება არ აქვს ტროტუართან, უკვე კომფორტულად აზრდნობენ თავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც მობილობის განვითარება, როგორც დედაქალაქში ხდება, ესეთი განვითარება მოხდეს რეგიონებში და რა თქმა უნდა ეს ტროტუარი და ესეთი ადგილები უნდა იყოს ადამიანებისთვის და ეს არ არის საპარკინგი ადგილი, ზუსტად ამას ბიუთითებს ეს კანონი. თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია რეგიონებში განვითარდეს საპარკინგო სისტემები. არ არის განვითარებული, ბევრგან არ არის პარკინგი მუნიციპალური, შესაბამისად არც ადგილებია მონიშნული მოხაზული და არც ის ადამიანმა სად უნდა დააპარკინგოს. ანუ როგორც იყო მაგალითად ფეხით მოსიარულეზე თუ გაიზარდა ჯარიმა რო აჯარიმებთ გადასასვლელის არსარგებლობის გამო, მაშინ თუ არ დაუხაზეთ ამ ადამიანებს სად უნდა გადავიდნენ, ხო? ანუ ესეთი მიდგომა ერთი უნდა შევქმნათ რაღაცა და მეორე უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს დაიცვა კანონი. და აღნიშნულ რეგულაციის ფარგლებში ბევრი საკანონმდებლო ცვლილება იხილა მაყურებელმა გაზრდილი ჯარიმები. ხომ არ არის რაიმე ისეთი ამ ჯარიმებში, რაც აქამდე არ ყოფილა და აი ამაზეც დაწესდა ჯარიმა და ან გარდა ამ კითხვისა ასევე რომელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომელიც შეიძლება გამოგვჩა აქამდე, რაზეც ყურადღება არ მიგვიქცევია და უშუალოდ. ყველაზე პრობლემური, რასაც თქვენ გახსოვთ ალბათ 2010 წელს ჩვენმა ფონდმა შეიტანა ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ღვედების შესახებ, მაშინ მოთხოვნა იყო უკანა ღვედების მოხმარებაზე. რატომღაც ყველას გონია რომ თუ წინა მძღოლს და წინა მგზავრს უკეთია უსაფრთხოების ღვედი, ამით ყველაფერი დაცულია პირიქით. შეიძლება უკან იჯდეს ადამიანი, მას ღვედი არ ეკეთოს, როგორც ჩვენ კანონმდებლობაშია ხო არ არის სავალდებულო უკან ღვედი, თუმცა საგზაო შემთხვევების დროს ვისაც ღვედი უკეთია, ეს ადამიანი შეიძლება უკან ჯდომა დააზიანოს პირიქით, შეჯახების დროს. აქედან გამომდინარე არის ამაზე საუბრები, რომ უნდა აუცილებელია მისი შემოღებაც და საბავშვო სავარძლები, რაც რეალურად კანონში
საშინელებო ჩანაწერი გვაქვს, ანუ დედა შეუძლია ბავშვი უკანა სავარძელზე ხელში დაიკავოს, როცა პრაქტიკა დედამიწაზე არ არსებობს ასეთი სოფლიოში. როგორც შეიძლება დედამ ბავშვი დაიკავოს, როცა შეჯახების დროს ჩვეულებრივად უვარდება ბავშვი ხელიდან. მე მახსოვს ჩვენ იმიტაციას გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტთან წლების უკან სპეციალური სლაიდერი იყო, რომელიც 15 კმ/სთ-ით მოძრაობს და ესე რაღაც თოჯინა და ათუნიას დავაკავებდით მაგალითად ადამიანებს და ვანახებდით, რომ ანუ შეუძლებელია რომ ხელში დაიკავო 15 კმ/სთ-ზე და წარმოვიდგინეთ ახლა როცა 60-70-ით ხდება შეჯახება, როგორ შეიძლება ბავშვი ხელში დაიკავოს. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში წინა სავარძელზეც კი შეიძლებოდა ბავშვი კალთაში ეს არის აბსოლუტურად საოცარი ცოტა მოზრდილი ბავშვიც ყავთ ხოლმე ესე ხელშეყვანილი და ბოლოს მაინც რომ შევაჯამოთ რომ მომკიდასო ეს შეკითხვა, მაგრამ ბოლო კითხვად რო განვიხილოთ, გაზრდილი ჯარიმები და ეს სანქციები, რომელსაც ახლა ვსაუბრობდით, რა შედეგამდე მიგვიყვანს და რამდენად გაფილტრავს, ასე რომ ვთქვათ, მდგომარეობას საქართველოში. მიმოვიხილეთ, შეფასებაც მოვისმინეთ, მაგრამ პროგნოზი იქნება საინტერესო. პირდაპირ ვთქვათ, ესე ერთი ხელის მოსმით შეფასება ძალიან რთული იქნება. მე ხარ ჩვენ რა ვიცი, მე პირადად 20 წელი ამ სფეროში ვარ და გამიჭირდება რომ წინასწარი პროგნოზები ვთქვა, იმიტომ იმდენად მასშტაბური არის ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებებიდან თუ რა შეიძლება მოყვეს, თუმცა ჯარიმების გაზრდამ შეიძლება გარკვეულწილად შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობა, მაგრამ ეს არ არის ისეთი შემცირება, როგორი შემცირებაც არის აქვს მაგალითად შვედეთს, ესტონეთში 69 ადამიანია პირობითად დაღუპული, როცა ჩვენთან არის 477 ადამიანი. ანუ მასშტაბები არის ძალიან დიდი და ამას მხოლოდ კანონის გამკაცრებით და ჯარიმის გაზრდით ვერ გავაგვარებთ, ანუ უნდა სხვა სისტემური მიდგომა. სოფლიოში შეიქმნა 5 სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს იგივე აღსრულებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, თვითონ განათლების სისტემის რეფორმას და ასე შემდეგ. ანუ ეს მიდგომები ყველაფერი თუ არ შემოვიღეთ ჩვენ და ეს ყველაფერი სისტემატიზირებული თუ არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმების გაზრდით შეუძლებელი იქნება. იქ განათლების სისტემაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. სკოლებში ბავშვებს სათანადოდ ვერ ვასწავლით, არ გვაქვს ავტოსკოლები ავტორიზებული, რა ვიცი, გამოძახებით ხდება სწავლება, იცით ხომ? ანუ 2-3 დღეში და ფაქტიურად ძღოლი მომზადებელი გადის ქუჩაში და არ შეიძლება ესე. თუმცა გვექნება ჩამოყალიბებული განათლების სისტემა, ეს თავისთავად ხელშეუწყობს და არის კიდევ ძალიან ბევრი კომპონენტი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ და მხოლოდ გავზადოთ ჯარიმა, ამით ჩვენ საგზაო შემთხვევებს ვერ შევავცირებთ. გეთანხმებით და ძალიან დიდი მადლობა მწურავი პასუხებისთვის და საინტერესო მიმოხილვისთვის. ვფიქრობ, საკმაოდ საჭირო, აუცილებელ და მტკივნეულ თემას შევეხეთ, რაზეც საუბარი. სუყე ინფორმაციებით დატვირთული ეთერი გქონდა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია.